საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობის და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრები ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებას ითხოვენ, რომლებიც ხელს შეუწყობს ეროვნული იდენტობის დაცვას და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას. მარიამ ბუღაძია თემით პირდაპირ ეთერში. საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა სხვადასხვა მხარესთან დიალოგისა და კონსულტაციების დაწყებას აანონსებს, რათა ერთობლივი ძალებით შეიმუშავონ და მიიღონ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ერთის მხრივ დაცული იქნება კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და მეორეს მხრივ უკვე უფრო სამართლებრივ დონეზე მკაფიოდ განიმარტება და მოხდება დაცვა ეროვნული იდენტობის, ეროვნული ღირებულებების, ეროვნული გმირების, საქართველოს ისტორიისა და კულტურის. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, ისინი მზად არიან დიალოგისთვის ყველა მხარესთან, მათ შორის პირველ რიგში სურთ კონსულტაციების გამართვა იურისტებთან და ყველაზე მთავარი სურთ, რომ შეხვდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს და მათ გააცნონ საკუთარი ხედვები და ინიციატივები. ამბობენ, რომ მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის მაგალითად მოყავთ ბრიტანული მოდელი, სადაც სამეფო ოჯახის ნებისმიერი შეურაცხყოფა არის დასჯადი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, უნდა მომზადდეს და შემუშავდეს ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც სამართლებრივ დონეზე გაეცემა პასუხი გარეძალების მხრიდან მხარდაჭერილი ჯგუფების მცდელობებს, რომ ქვეყანაში დაპირისპირება შემოიტანონ. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა იმ ტიპის ქმედებებმა და ეგრეთ წოდებულმა გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ეროვნული გმირების, კულტურული ტრადიციების და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა. ფაქტია, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ამ ადამიანებმა მოახერხეს და საქმე ლამის ღია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს. იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ბრძენმა ქართველმა ხალხმაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება, აუცილებელია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა და არსებული პრობლემების სამართლებრივი მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. დღევანდელი დღიდან დავიწყებთ ჩვენ კონსულტაციებს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთან, იმიტომ რომ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თითოეულ ქართველს აწუხებს ჩვენი იდენტობა, მისი შენარჩუნება, მისი დაცვა, გვინდა რომ ეს საკანონმდებლო დონეზე მოხდეს. იქნებ მოახერხოთ ფართო საზოგადოების ჩართულობით, პროფესიონალების ჩართულობით, რომ რაღაცა შესაბამისი კანონმდებლობა მიიღოს, ჩაერთოს სახელმწიფო ამაში, რომ მსგავსი ქმედებები შემდეგში აღარ განმეორდეს. მოიქცეს კანონმდებლობის ფარგლებში და რაღაცა კონსტრუქციული დიალოგით მივიდეთ კონსტრუქციულ შედეგამდე. როგორც გითხარით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს სურთ შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. ჩვენ ვესაუბრეთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, როგორც არჩილ გორდულაძემ განმარტა, ბოლო წლებში მმართველმა გუნდმა მიიღო არაერთი კანონი, სწორედ იმ მიზნით, რომ მომხდარიყო საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცება და ქვეყნის დაცვა გარეძალების ჩარევისგან. არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი მზად არის შეხვდეს ყველა მხარეს, რომელიც იცავს ქვეყნის წარსულს და საქართველოს აწმყოსა და მომავალზე და შემდგომ უკვე ჯგუფში მოხდება მსჯელობა თუ რამდენად არის სივრცე ახალი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. ქართული ოცნების გუნდის მიერ არაერთი ინიციატივა შემუშავდა, მათ შორის სუვერენიტეტის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთი მაგალითია გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ერთი მხრივ სუვერენიტეტის გაძლიერებას, მეორე მხრივ სამთავრობო კონტროლს, მონიტორინგს უწევს ყველა იმ თანხებს, რომელიც საქართველოში შემოდის, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი პირდაპირ ღირებულებების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. რაც შეეხება ინიციატივას, ყველა ის ინიციატივა, რომელიც
საქართველოს წარსულის პატივისცემას, აწყოს უსაფრთხოებას და მომავლის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია. ჩვენი კარი ყოველთვის ყველასთვის ღია, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის აწყო და მომავალი. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების საინიციატივო ჯგუფს ოფიციალურად უახლოეს მომავალში დაარეგისტრირება.